Ძირფასო მეგობრებო მიესალმებით ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი მურთაზ ზოდელავა. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. მოგესალმებით ბატონ მურთაზ, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით მეორედ ხართ ჩემს გადაცემაში სტუმრად და მე რატო ჩავთვალე საჭიროდ რომ ამ დღევანდელ გადაცემაში თქვენი მოწვევა იქნებოდა საინტერესო, იმიტომ რომ დღეს რაც ქვეყანაში ხდება, თქვენზე კარგად ამ თემაზე ვერავინ ვერ ისაუბრებს. შევეცდები. ხო, უბრალოდ წინასწარ გაფრთხილებთ რომ არ შეიძლება ისეთი სიტყვების ხსენება, როგორიც არის რევოლუცია. დამხობა. მშვიდობიანი რევოლუცია არ აი ეს მშვიდობიანი რევოლუცია და მშვიდობიანი დამხობა ეს რაღაცა ეხა თქვენ ეხა მას ოცნება აკეთებს რომ რაღაცა დიდი გორგალი რო არის ხო იცით რომ აცხადებენ რაღაც მზითებს რო აცხადებდნენ ხოლმე 19 საუკუნეში ეგეთ დიდი გორგალი მაშინ ჩამოკიდოთ აქ და ყოველი წინაადების დროს შევამოწმოთ ეს სიტყვა არის თუ არა მისაღები ბიზნესთვის რა ბიზნესთვის არის თუ არა მისაღები დავარქვა თავის სახელი მე არ ვაპირებ, ანუ არ ვაპირებ გორგელიცია. ხო, არავინ არ აპირებს ამ ქვეყანაში. ხო, ეხლა თუ ავყევით, მაგას შეიძლება საერთოდ პირი ამოგვიყერონ სასაუბრო. დიდი სკოჩით. ანუ ჩვენ ეხლა როგორ ვითარებაა რა, აი გამახსენდა ეხლა რომ აი ადამიანმა და რაღაცა კომენტარი გააკეთა Facebook-ზე რა. უბრალოდ კომენტარი, ანუ ერთ ადამიანს უსამართლოდ მოექცა სასამართლო, მან სტატუსი დადო და იქ ჩვეულებრივ 60 თუ რაღაც 70 კომენტარში ერთ-ერთმა ადამიანს უბრალოდ სამზარეულოში გული მოიფხანა. რეალურად ეხა ოცნება შეიძლება ესე უყურებს ოცნება ივანიშვილი მოდით ესე ვთქვათ რა რომ ეს რაღაცა დიდი აი ეს smartphone-ი რომელშიც Facebook-ია დანაშაულის იარაღად უყურებს ის მაგრამ სინამდვილეში ჩვეულებრივი ქართველისთვის რაღაცა ნეგატიური კომენტარის გაკეთება არის სამზარეულოში საუბარი. სამზარეულოში რაღაცა უკმაყოფილების გამო. თავის მეგობრების წრეში დადო რაღაც სტატუსი. Facebook-ი ხო მეგობრები ანუ წომა ხო სამეგობრო წომა არის და იქ ადამიანი რომელიც უკმაყოფილოა რომ ვიღაცამ დეკლარაციაში ჩაწერა რომელიღაც მოხელე მილიონები იმა რაღაცა 22 ბინა იმა სახაც ხომ უნდა გამოითქვას ეს უკმაყოფილება. სამზარეულოში ამის გამოთქმა საბჭოთა კავშირში შესაძლებელი იყო არათუ დამოუკიდებელ საქართველოში და ჩვეულებრივი მოქალაქე იქ კომენტარს რო წერს ანუ სამზარეულოში გულს იფხანს მარტივად რო ვთქვათ იქ შემოდის ეხლა ნახეთ როგორი ვითარებაა შემოდის გამომძიებელი ანუ სამზარეულოში თავი შემოყო გამომძიებელმა ზედამხედველი პროკურორი მოყვა ლინგვისტი ექსპერტი ანუ საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა და შეყო თავი აი ამ კონკრეტული ადამიანის სამზარეულოში და დანაშაული გაქვს ჩადენილი შენ ციხე წარმოგიდგენთ პოლიტიკური ციხე შენ ხო ანუ თან რა არის იცი რომ ხო ის ვახსენეთ რომ აი ეს რადგანაც დეკლარაციები რო გამოქვეყნდა ხო ეხლა ხო რაღაცა ყველამ შეავსო ეს დეკლარაცია რაღაცა ხდება რა იმიტომ რომ ზირთად უფრო მალავდნენ ხოლმე რა რაღაცა თავის იმებს მაგრამ ეთყობა რაღაცა დაავალეს რომ აი მოდი ეხლა ყველაფერი რაც გაქვთ ხო ყველაფერი შეავსეთ რა და ნუ ეხლა აღმოჩნდა რომ მრავალფეროვანი გემოვნება აქვს ჩვენს ჩინოვნიკებს. აი არაჩვეულებრივი, ანუ ფართო სპექტრია წარმოჩენილი ვის რა გატაცებები აქვს. აგარაკების მიმართულება. აგარაკები გინდა, ხო, აგარაკები ცირ არის რაღაცა მომაბეზრებელია. ეხლა მოდი ესე ვთქვათ, რომ აი ადამიანს აგარაკე უკვე ეს უკვე ყელში ამოსული. აი უფრო რაღაცა საინტერესო რაღაცა დეტალები. აი Rolex-ის საათი რამდენიმე ხა მაგალითად ერთ-ერთი ის მეუღლე თქვა რომ ცირ არის ყოველ მეუღლეს Rolex-ი უკეთია და ნუ რა ხა ჩვენ რო გქონდეს სახში ყველას აქვს ესო თან ხო მე არ ვიცი ეს ყველა სადადის ესო ქალბატონი რა საზოგადოებაში ტრიალებს ალბათ თავრობის კომისიით არ არის დამყოფი იმიტომ რომ ეხა ჩვეულებრივი ადამიანი
მანქანის ღირებულებას, ავტომობილის ღირებულებას ჩანთაში ვერ აძლევს ახლა საკუთრება. ხო, ჩანთები კი ბატონო. ზოგიერთმა 22 ბინა ასახ, მე დარწმუნებული ვარ, აი 22 ბინიანები ზე უამრავი 27 ბინა, 18 ბინა, ამდენი კომპანიები, ამდენი ფიზიკურად ეგ ნამყოფი არ იქნება ყველგან რა. როგორ შეიძლება საქართველოში ამ ქვეყანაში პატარა ეკონომიკაში 2-3 წელიწადში მინისტრის მოადგილე ან ვიღაც მინისტრი ან დეპარტამენტის უფროსი გახდეს მფლობელი 25 ბინის 15 კომპანიის, 7 მანქანის, საათზე დაიბნიოს 200.000-იანი საათის მაჯაზე და თან ეს მე ყველაფერი დეკლარაციაში ჩაწეროს ახლა და დაჩვენოს ხეზე აგაფაროს და თან მოგთხოვოს პარალელურად რომ შენ არც გაბრაზდე კაცო თორე თუ გაბრაზდები და რაღაცა დაწერ მოვა ისა გამოძიებო ჯგუფი და გაგიშვებ ციხეში ხო და ეს ახლა არანორმალური ვითარება და მე თუ მკითხავ ანუ ეს ხალხი ყველა ახლა ვინ ჩვენ ჩამოთვალეთ ვინც თავისთავად ამოიცნო, ყველა არის გარკვეული თვალსაზრისით რაღაც რევოლუციის შემოქმედი. იმიტომ რომ ქართული ხალხის პასუხი ამაზე იქნება ცხადია მშვიდობიანი. მაგრამ რევოლუცია გნებავთ რაც გინდა ის დაარქვით, ამათი გაყრა და ამ პროცესის მთავარი გმირები ეს ხალხი არიან, კაცო, ეს ვიღაც მინისტრები. აი ამ დეკლარაციაში ვინც ეს ჩაწერა, საკუთარი ბიძაშვილი და მამიდაშვილი რო არენდობა, ხვდებით რომ ფიქრობს რომ ანუ რა მოხდა 3 წელიწადში ამ კაცმა ამდენი რა სამინისტროში უნდა იმუშაოს საქართველოს მე არ მესმის. ცოტა ტრენდულია გატაცებებიც არის, მაგალითად ვყართ უკვე რაღაც შემოვიდა რომ ნადირობა, აი რაღაცა თუ ჩინოვნიკი ხარ, უნდა ინადირო. რა თქმა უნდა. რაღაც არის ხო მე ძველი მეფის დროს რო სანადიროც მიდიოდა ხოლმე მეფე ჩვენი მეფეები სადაც აქ ნადირობდნენ კაცო არა შილდიში და იმაში. ესენი ნადირობენ ზიმბაბვე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეს ტურები ეწყობა. ოღონდ როგორი ვითარებაა, იცი რომ ყოველთვის ესე მაქვს ხოლმე რა შეგრძნებით მაგასნაირად ფიქრობ მე იმ რიგით კოორდინატორზე, ჩვეულებრივი ოცნების კოორდინატორი, ხო, ჩვეულებრივი ადამიანი, ეს რაღაც 800 ლარი, რაღაც 1000 ლარი აქვს მაქსიმუმ და დიდი თუ ინადირო, ანუ უნდა ინადიროს მარკეტებს შორის ირბინოს და რაღაც 3 თეთრით ნაკლები როა ფასდაკლება, აი ის უნდა ინადიროს იმაზე, ფასდაკლებაზე უნდა ინადიროს და ეს ანუ ეს ჭყალებში ბობოლა კოცი პარალელურად ნადირობს აფრიკაში. აფრიკაში დადია? ეს ჩვეულებრივი ანუ ვიკენდი არსებობს ესე ცოლის დაბადების დღე ვიკენდი და ნადირობის ვიკენდი არსებობს რა ეს ნადირობის ვიკენდი შერეულია ბევრი სხვა სამინისტროების ხალხი დადის და აფრიკაში რა დადიან ლომზე ალბათ ჟირაფზე რა ვიცი რაღაც სასწაულზე ხო რაღაცა ისიც ვერ ეს რომელიც ის 50 100 200.000 ესეთი პაკეტები მაგრამ ერთი რას ვერ მივხვდი იცი ბატონ მურთას რატო დაიწყო თავისიანების დაჭერა საკუთარი სხეული ჭამა დაიწყო სინამდვილეში. ანუ რას ნიშნავს ეგ რომ ეს ხო ახალი ფენომენიც არ არის, ანუ ჩვენ ნახეთ რამდენიმე ეგეთი ეპიზოდი იყო და ზოგადად არის ხოლმე განსაკუთრებით კონსპირაციის მიმდევრები ხო ვართ ზოგადად ყველანი რა, ჩემ თავსაც არ გამოვყოფე ყველა რომ რაღაც ვიღაცას თავისიანს ბიძინა გაუწყრება ჯერ მოხსნის, გააგდებს, მერე იწყება მაგ დროს რომ ეს არა ამზადებს ოპოზიციას სიკარს და რაღაცა არიჯერებს, მისი გარემოცვას რომ არიჯერებს, არა ეს ჯერ კიდე ბიძინაც მაკაცია კაცო რა ისე მოიხსნა. მერე მეორე ეტაპია, როცა უკვე მის გარემოცვას უტევენ და პრესნეხის ქვეშ და ეს მეორე ფაზას გადიან, ეს სამი ფაზა რო არის აღიარება რაღაცა ბოლოს ისა და მერე ბოლო ფაზა არის რომ იჭერენ ამ კაცს. ხო და ესე ეხა ღარიბაშვილი გამახსენდა მაგალითად ეხლა ეგრე რა, ზუსტად ეგრე იყო, როდესაც ბაჩიაშვილთან მიმართებაში დაიწყო ეს ამბები და ეს ფაზა, სამი ფაზა გაიარა ბაჩიაშვილმა და მისმა გარემოცვამ და ბოლოს დამთავრდა ეს ციხით. შემდეგ გახარია იყო და გახარიასაც ეხლა იჭერს ხო ფაქტიურად მესამე ფაზა მოვიდა და ღარიბაშვილი ეხა არის იმ პირველ ფაზაში ჯერს არაც რომ ჯერ ამბობენ რომ ეს ხო არ გაუშვა, გამოუშვა, მაგრამ სინამდვილეში აი ეს რო დაკავდა ეს ჩინოვნიკი ხო ეს საუბარია რომ ეს ღარიბაშვილის წრის ვიღაცა მთავარი ხო მიხაუტაძეა ხო რაღაცა კასირი თუ რაღაცას ეძახიან თვითონ ეგენი ეგრე არიან ყოველ შემთხვევაში ესე ნერვიულობენ ჯერჯერობით და ეს საკუთარი სხეულის ჭამაა რა ეს ჩვეულებრივი ამბავია მე გეტყვი ეხლა მოდი აღარ ვიცი აი ორი ვადის მთავრობას წარმოვადგენდი ხო ორი ვადა გაიან მთავრობას და ნუ იქაც იყო ეს ელემენტები ეხლა 8 წლის თავზე რაღაცა ამბავი იყო ხო და ეხლა ეს ხელისუფლება არის მე-13 წელია სამი ვადა გავიდა მე-4 ვადას ეპოტინებიან და აქ ეხა საკუთარ იდაყვებს კი არა მე მგონი რომ მნიშვნელოვან სხვა ნაწილებსაც უკვე ჭამენ და რავი მე ამიტომ არა იმიტომ რომ ეხა ეს რომეო მიქაუტაძეზე ხა მე ნოდალის სიუჟეტი მაქვს ნანახი სადაც მაგალითად ერთ-ერთი სიუჟეტი მახსოვს თუ არ ვცდები რომ რაც ვაშინგტონში დგას თეთრი სახლი ისეთივე თეთრ სახლს აშენებდა აქ ეს მარტო რომეო ხო არ არის ეს რა ანუ რა შეგრძნა ანუ რა ისა რა ადამიანს კაი შეიძლება ბევრი ფული ჰქონდეს მაგრამ
აი ეს რაღაცა მიმსგავსებების აშენებები, აი მაგალითად ზოგმა იცის რომ შეიძლება ეიფელის კოშკი დადგას ეზოში რა, ანუ რაღაცა ეს იცია ხოლმე, ანუ ჩემი დაკვირვებით ესე არის ხოლმე, რომ ვიღაც გაუბედურებული შეიძლება ბოგანო და დიდი ფული რო გაერთიანდება, მაშინ იწყებენ ტაჯ-მაჰალის შენებას. ჩაოლებრივი სახლი არ შედება. ტაჯ-მაჰალია, თეთრი სახლის კოპირება ხდება, ან ლუდოვიკო მე-14 სასახლის გადმოკოპირება ხდება, ვერსალის ამბები, ეს არის ჩაოლებრივი ამბავი, რა ეს ორი კომპონენტი რო ერთიანდება ხოლმე. და მაგ დროს ვაჟოთ მესამე კომპონენტიც არსებობს, პარული. ეს რომ მოხდეს, ხალხი უნდა გაიძარცოს, ეხა ესეც და ტაჯ-მაჰალს ვერ აშენებს. ხალხი 2 მილიონი კაცი უნდა გაიძარცოს რა. მაგრამ აქ ერთი ის არის, რომ თან კანონიც მიაყოლა ზემოდან და თავისიანებს მიაცემინა ხმა, რომ ესე იგი თუ ფული ვერ ამოიღე ადამიანისგან, ხო, იმის ნათესავებისგან გააქვს უფლება რომ ამოიღო. ანუ თავისება იმ ეხა იმ პარლამენტში ყველას ხო ნათესავებია გადაფორმებული ეს ქონება და თან ამ ხალხსვე მიაცებინა ამ კანონზე ხმა რა. ეგ მანდ როგორ შეიძლება ფრეზე ეგრე შეჯერდნენ. ხო. აი ფრეზე რაღაცა ბიძინა ამათ დააწובה, რაღაცა აბაფული და ბოლოს ფრეზე შეჯერდნენ ნათესავის სახს აიღებენ და ეს ტაჯ-მაჰალი ამას დარჩება, იმას ხელისუფლება, ესე ფიქრობენ ყოველ შემთხვევაში. ეს არის საშინელი ფრედი დადგათ რა. იცი რა უნდა კითხოთ ეხლა ესეთი მუცნაური კითხვა მაქვს. აი ეხლა ხო მოდის ადგილობრივი არჩევნები. რეალურად ეხლა ქართულ ოცნებას რა საქმე აქვს ამ არჩევნებზე? ანუ აი იმ ვერტიკალი კი არა, აი იმ ქვედა ხალხი ხო აი კაპიტანები. ხო ეხლა ამ არჩევნებში რა აზრი ხო ნუ არ იღებს რაღაცა ხალხი მონაწილეობას და ნუ რეალურად თვითონ არიან რა. შეტენის ბუღალტერია, ანუ ხო ამ ხალხს, ხო კაპიტანი. აი ეს კაპიტანები. აი მე მაფიქრებს ახლა რა ეშველება ვითომ არჩევნებში კაპიტანი, კოორდინატორი, ვიღაცა თავმჯდომარე კომისიის, კონტად ერთი ამოცანა ხო, თქვა ჩარშან. ხო, ყავდათ ოცნებას უნდა მოუტანოს, უყიდოს, უნდა დააშინოს, რაღაცა კონკრეტულ ერთყულაბაში 41-ში ჩაყაროს ეს ხმები. ხო. ეხლა ესეთი არჩევნები იკვეთება, რასაც ჩვენ უყურებთ, რომ იარსებებს თქვათ ოცნება თავისთავად 41 პირობითად, ვთქვათ იგი 61 რომ ლადო ბოჟაძის პარტია, რაც ხონდა იყოს ვითომ ოპოზიცია და 91 თქვათ ზოზარ სუბარის. აი ცოტა კოცი, ესეთი ორნავ კოცი, რაღაც ლაითი კოცი და მამალი. სულით კოცი, ხო. ხო და ეს ყველაფერი იმის დასალაგებელი გახდა, კაცო, იმა უნდა ნანული დეიდასთან რომ მიდიოდა, თქვათ აი მომიტანე 5 ხმა. ხო. მოდიოდა ეს 41-ში, ეხლა უნდა დააჯდეს, რაღაცა 41-ში გაუშვას, რაღაც 61-ში, რაღაც 81-ში. ხო. რაღაც აი ამ უბედურებაში მე კომისიამ ეს უნდა გაანაწილოს, გამოყოს, ეს ბუღალტერია შეეტენა ამ ხალხს. რაღაც დამატებითი ამბავი, ვის რა, აქ მე ვის რა გადა, ანუ აქ იქნება რაღაც საოცარი ეს 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული არჩევნები იქნება ძალიან დიდი სანახაობა ჩემი აზრით. აი ესეთი აი მომრშენი გადაცემის შესაბამისი ეს კომედია, ამბავი იქნება. ეგ იქნება ტანჯვა აი ამ კომუნის კაპიტნის, ეგეთი ბევრი ყავთ. ის დაწყევლის იმას, ეს რა უბედურება შემტენეს და თან ჩემი აზრით ძალიან ბევრი ფული მოტყდება ისევ ამათთვის. ხო, იმიტომ რომ აი კონკურენტი არ არის და რაში უნდა აიხარ, ჯიბეს ჩაიდებენ ამას რა და სულ არის ხოლმე ეს ხმა, ეს ხმის გაკიდვის თუ ყიდვის ამბავი, რომელიც სამწუხაროდ არის ამ ქვეყანაში რა ყველა. რა ჯდება ერთი ხმა? რა ჯდება რა, ეგენი ჩვენ ვიცით რა ჯდება ოცნებისთვის. ნუ 50 ლარი, 100 ლარი, მაქსიმუმ 200 ლარი, მაგრამ აქაც ერთმანეთს მწყემსავე რომ ვიღაცამ ზედმეტი ხმა არ გადაიხადოს, ხმაში არ გადაიხადოს, რომ ბაზარი არ გაუფუჭოს და ამაზე არის ხოლმე ერთმანეთში მე ჩხუბი მე აკაცო ასარაკობია. იმიტომ რომ გვერდზეობაში თუ 300 მისცა, ეხლა აფუჭებს. აფუჭება ამასთან სახში ვერ წაიგებს მაგას, მაშინ ამას 300 არ იქნება. ხო და ისმის სულ ერთი შეკითხვა, ანუ რა ღირს ბოლო-ბოლო ეს ხმა? ერთი ხმა. ანუ რა არის ხმის თვითღირებულება? ოდესეთ მათემატიკური, კი, დათვლილი მაქვს ფოტოშორის. შეიძლება გამოვიანგარი. გამოვიანგარი, აი ძალიან დიდი კოლოსალური თანხა. დაფა და კიდე დაფა შემოიქნა თუ არის დაფა, აი ავსახოთ. შეიძლება დაფაროდებს, შეიძლება რომ ერთი წუთი შემოგვაწოდოთ. აბა, კი ბატონო. ანუ ერთი ხმა კონკრეტული ყოველი ადამიანი რაღაცა თავის ხმას რო აძლევს ივანიშვილს თუ ვიღაცას, აი მის ხალხს წოზომას კონკრეტულ რესურსთან. ხო, წლობა. რა არის ხა ეს რესურსი, ხო, რა არის ჩვენი რესურსი, ანუ სახელმწიფოს რა გააჩნია რა. ეს არის 28 მილიარდი ბიუჯეტი. 28 მილიარდი. ბევრი ნოლია ძალიან. ცოტა ციფრი კი არა. 9 ნოლი ანუ. 9 ნოლი. აი ნახეთ რა. და არსებობს ნუ ამის ნახევარი დაახლოებით ის რაც ბიუჯეტში არ არის, მაგრამ რაღაცა პატოკებს რო ეძახიან რაღაც დინებები, რომელიც ასევე კონტროლდება, როცა ხელისუფლებას აძლევს, ნუ დაახლოებით ეს ამის ნახევარი, თქვა 14 მილიარდი ლარი. 14 მილიარდი. მოდი ეს დავაჯამოთ ეხლა ანუ და მივიღებთ რაღაცა საერთო ციფრს. ისე რაღაცნაირად რა, ძალიან ზუსტი ციფრი რო არ იყოს, აი ვთქვათ 42 მილიარდს გავეშოთ.
40 მილიარდი. ვთქვათ 40 მილიარდი ლარი არის ის რაზე წვდომასაც ჩვეულებრივი ვიღაცა აი გურამი ბიძია რომ გამოართმევს ოცნებას ვთქვათ 100 ლარს და 51 შემოხაზავს ის აძლევს ოცნებას საშუალებას რომ განკარგოს ეს თანხა. ოღონდ დამოვიცდა, ეხლა ეს 1 წელია. 4 წელით აძლევს. 4 ეს ნიშნავს 4-ზე, უნდა გავამბობთ 4-ზე, ხო? ეს უკვე არის აი საბოლოო ციფრი არის 160 მილიარდი. მილიონი ხმა ნიშნავს გამარჯვებას. ხო, მილიონი ხმა შედება რეალ პარტიას რომ გამარჯვება ჩაითვალოს. კი ბატონო, ეხლა 160 მილიარდი გავყოთ მილიონზე, ან მოვაშოროთ ამას 3 აი ეს 6-0. ანუ ხაზობთ და აგერ გამოისახება ეს 160,000 ლარი არის ის თანხა, როდესაც გურამი ბიძია, რას ვერ ჭირა გურამს, ზოგადად ვიღაცა ადამიანი, ინდივიდი 100 ლარად რო ხმას აძლევს, იმ თავისი ერთი ხმით აი ამ თანხასთან აძლევს სტომას იმ პარტიას. ანუ ესე იგი ერთი ხმა რამდენი უნდა მოვითხოვოთ? არ ვიცი, თუ ბიძაშვილი არ მოვიდა, მაინც და შეიძლება იმ ბიძაშვილმაც გითხრა, ბიძაშვილია რაღაცაა და რა ვიცი, 16,000 ლარი მაინც უნდა გამოვასწროს, ხო, ერთ ხმაში, ხო? ერთ ხმაში. ისე მერეოდნები. მაგრამ აქ ნამდვილად 100 ლარი, 200 ლარი, აი ეს თანხა აქ არ უნდა ფიგურირებდეს რა. ეხლა არ მე ცუდად გამიგონ რაღაცა, მაგრამ სამწუხაროდ ესე არის რა, ანუ აი მილიონ ხმაში რომელსაც ხელისუფლება მოიპოვებს, საკმაოდ დიდი დოზით არის, აი 100 და 200 ლარად შეძენილი. მე არა და შეგიძლიათ 16,000-ად ხალხო 16,000-ად შეგიძლიათ ერთი ხმა გაყიდო. 20 გამოვართვი, 30 გამოვართვი. ბიჭო, 5 მაინც გამოვართვი, თუ ბოლო-ბოლო ამ საქმეში ხარ და ამას არ უნდა გააკეთო, მაგრამ თუ აკეთო და ამას. ანუ თქვენ გინდა თქვათ, რომ ხალხი აღარ უნდა გაბრიყვდეს. ხალხი გაბრიყვება არის კატეგორიული წინააღმდეგობა მე ყველა შემთხვევაში. ხალხი ბრიყვდება ესე იგი ამ არჩევნებში. ხალხი არის მეორე მომენტიც რა, ეხლა ხო რაღაცა ყველაფერს აქვს თავის დასაწყისი და დასასრული. როდესაც ხალხს აი ამ ჩვეულებრივ ადამიანს რომ მოატყუეთ 100 ლარად რაღაც გამოვართვი, ამ ხელა რაღაცა თან მე აჩვენებ შენი ელიტა, რომელიც აი ამ დეკლარაციული მილიონებით და 200,000 დოლარიანი საათებით რომ ამის გამოსხივები და მე ამან ხო შეიძლება კაცო რაღაც ამბავში ცოტა შეწუხდეს და სადღაც რაღაცა კომენტარი გააკეთოს. სამზარეულოში რაღაცა დაილაპარაკოს და იქაც საგამოძიებო ჯგუფი რომ მოდის და აბა ციხე და რაღაცა ამას კონკრეტული შედეგი ექნება ჩემი აზრით, მე ამიტომ ვეძახი წლევანდელ წელს რევოლუციურ წელს. მშვიდობიანი რევოლუციურ წელს კი. ხაბეიშვილს აქვს ახალი ტერმინი მშვიდობიანი დამხობა. ყინვარი ტერმინი. რას ნიშნავს ჯერ ვერ ამოვხსენი მშვიდობიანად დამხობა, ანუ როგორ კი, აი სალამ ალეიკუმ ყნარად ვეუბნებით რომ დაემხეთ. ანუ დამხობს და რევოლუციას აწყობს ყოველთვის ხელისუფალი. ხო. მე და შენ თვითონ ხელისუფალი, რომელიც გაივსო ეგეთი ხალხი, twins აი ამ დეკლარაციაში ქონება და დეკლარაციას რადგინდა ხო ხედავ კაცო როგორ ცხოვრობენ ახლა მართლა რევოლუციის გმირები არიან ჩინოვნიკები. რევოლუციის გმირები არიან აი ეს ჩინოვნიკები, დეკლარაციის გმირები ესე დავარქმევდი და ის ბრუტალური ძალოვნები, ეს ხარება და ეს ხალხი, ვინც ბავშვებს დაძდებს აი ამ სასტიკი მეთოდებით. აი ეს ორი კასტა ქმნის აცხობს ხო მშვიდობიან დამხობას. მშვიდობიანად. ნუ ეს ჩემი საავტორო გადაცემა, ესეც უნდა თქვა, ხო, აი ეგრე არის, ხო? ეგრე ამბობენ ხო? მშვიდობიანად, ხო, მე არაფერი არ ვთქოს თქვენ ამ. Facebook-ში არ შეგვიხედია, ჩვენ არაფერი დაგვიწერია, აგერ ახალი საათი აღწალია. მე მგონი გადაცემებზე არ აქვს, Facebook-ებზე აქვს უფრო ეს ჯარები. აი თუ რა მახსენდება, იცი რომ აი ეს ახლა ეს ირანის მოვლენები ხო სულ ახალი მომხდარია და მან იყო ესეთი რაღაცა მოხდა რა, ანუ ეს პირველი დაბომბები რაღაცები რო იყო და აზიანეს ობიექტურად მართლა რომ ისრაელმა დააზიანა ეს გადამცემი ინტერნეტი გაითიშა მოკლედ რა. ისრაელმა დააზიანა, ხო, ინტერნეტი დაბომბებისას დააზიანდა ინტერნეტის ტექნიკური ეს რაღაც შეაძლებლობების და საშუალებები და გაითიშა ინტერნეტი და ყველამ ჩათვალა რომ ირანის მთავრობა გააკეთა ეს თვითონ რომ აი ხალხი გათიშოს და რა გააკეთა ამ დროს აიათოლამ დაავალა თავის მთავრობას სასწრაფოდ აღადგინეთ ინტერნეტი მივარდნენ და არაფერი ვერ გაუკეთებიათ 50 წელია სასწრაფოდ კი არაფერი არის გაკეთებული ძველი შახის აშენებულ შენობებში ზიან თვითონ ეგ აეთოლები სასწრაფოდ მივარდნენ გაარემონტეს და ყველა მომხმარებელს ინტერნეტის ყველა მომხმარებელს აჩუქეს 50 გიგაბაიტი ინტერნეტი პაკეტი რა მოსახლეობას რატო სულ ყველას
იმიტომ რომ ეს სკროლა თუ ანუ ეს სკროლა საფრიდან არ გამოსული იყო. რა თქმა უნდა, გარკვეულად გამოსული იყო. მეც კი მქონდა შეგრძნება რომ რაღაცა, მაგრამ მე მივხვდი რომ აიათოლაც მიმხვდარა იმას. თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, როდესაც ხარ მშვიდად რა, ანუ აიათოლა რო ხარ და ან ბიზინა რო ხარ და მშვიდად რო ხარ. საკმაოდ მაღალი მუხტია რევოლუციის. საკმაოდ მუხტი როგორ არის? წელიწადი ისე არ გავა რომ რაღაცა არის, კუჩას იმ დროს რაღაცა ეს სკროლვას პრობლემები ექნება, როცა შარშან ამბები რო იყო შარშანში და ეს ძალიან საგულისხმო ამბავია რა, მენიშნა ძალიან. ხო და ანუ ესე იგი ჩვენი პრობლემაც ის რომ ტახტზე კოტრიალი და სკროლვა არის ანუ რეალურად ხელისუფლებაც ხელს გვიწყობს რომ ინტერნეტი გქონდეს სწრაფი. აი ორი ამბავია. რაში გონი ეს ხელისუფლება ძალიან ძიმე შეცდომა აქვს დაშვებული ერთი რომ აი ამ სკროლვასა და ქართულს შორის ჩადგა და მეორე რაღაცა ამეთყველდა ინგლისურად. აი იმაზე რო არის საუბარი, ხო იცი, deep state და პირველად ოცნება მეტყველებს ინგლისურად და deep state ხა. ქართულად რაღაცა რო ლაპარაკობდა, გასაგები იყო, ხო, რაღაც ისხლიანები, აბაომი გინდა, ნუ ისეთი ქართული ტექსტი იყო და ანუ გასაგები ქართულისთვის. არც როგორც მინიმუმ ესმოდა, ხო? და ეს deep state ვერც იმა ვერ გაიგო, ვერც კაპიტანმა ვერ გაიგო, კოორდინატორმაც ვერ გაიგო, როგორ აუხსნას იმ სხვას. აი რა, მაგარ შარში არიან მოკლედ რა. კარგით, აი ბოლოსკენ მაინც თქვენი პოზიტიური პროგნოზი რა არის? ნუ ჩემი პოზიტიური პროგნოზი იმაში რომ მე მართლა გულწრფელად მჯერა იმისი რომ ქართველი ხალხი რა მაგრამ აი ამ დონის რაღაცა უბედურებას კორუფციასთან ერთად რაღაცა რომ პირიც რო და გააჩერო იქ რაღაცა არ გაბედო არაფერი ამის მომთმენი მაგრამ მე არ მეგულება ამ ქვეყანაში არავინ პირდაპირ გაუნები რა ამიტომ მე შინაგანად დარწმუნებული ვარ იმაში რომ თუ ცხადი მესიჯი იქნება აუცილებლად ცხადი კონკრეტული ცხადი მესიჯი როდესაც პოლიტიკური ისტაბლიშმენტი იქნება ეს თუ კონკრეტული ლიდერები მოგვიწევენ ყველა ჩვენთაგანს კონკრეტულ დღეს დანიშნულ თარიღს მოდით და დავამთავროთ ეს მარაზმი და ამას არაფერი სხვა არ ქვია ვინმე მარაზმი აი მაგისი მჯერა რა პირადად მე წამსველი ვარ როდესაც ესეთი აი მოწვეული ხარ ოქტომბერში რაღაცა რიცხვში თბილისში მოწვეული ხარ უზურპატორის მშვიდობიანი დამხობის ღონისძიებაზე. ანუ წეგეთი მოსაწევი მოგვივა? მოსაწევი რომ მიუვა. ქართველს რომელსაც უკვე ტელეფონითაც მიგარებას ეშინია, აი რეციდივისტი არ გავხდები და სამი სტატუსი რო დადოს, უკვე რეციდივისტია. სამი სხვადასხვა ეს არის დანაშაული, ხო? ამას ვერ მიეკარება და თან შენ ყველაფრის უფლებას აძლევ, შენიან ხარ ბიზნესზე მაქვს საუბარი, თავის გარემოცვაზე იშოვეთ გავიცი ჭამეთ ასახეთ ეს დეკლარაციაში ნუღა დამალავთ აი და ეს არის ხო ფაქტიურად რა ანუ აი გამოასხივეთ სიმდიდრე აი გავსრულად ასხივებენ ამას ახლა ნუ ხალხი მოდომებულია რომ გამოასხივოს სიმდიდრე რა მე 26 მე ვიშე ვინახარ ძმაო მე 41 რაღაც აქტივი მაქვს და ვიღაცა 300,000 რაღაც კვადრატული მეტრი და რაღაც უბედურება ხდება და ამაზე იქნება შესაბამისი პასუხი მე შინაგანად დარწმუნებული ვარ მჯერა რომ ხალხი ეულდება ამ შინაარსის მოსაწვევს ერთ მზიან შვენიერ დღეს ანუ მოსაწვევი იქნება ესე იგი ბატონი პაატა ბურჭულაძე ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი უკვე აი რომელიც რუსთავაზე ტრიარებს დღედაღამე და ამბობს რომ აი 4 ოქტომბერს ჩამოვიდეთ მთელი საქართველო რაგერ დაგხვდებათ თბილისი რომელიც უკვე ხედავთ რომ ამბოხებულია ყველაფერი წააგო ამ ივანიშვილმა თბილისში განადგურა და უბრალოდ ელექტორალურად განოლებულია და ერთად დავაფუძნოთ ახალი საქართველო ყველა ვინც ფეხს დადგამს თბილისში კონკრეტულ აი ამ რიცხვში ყველა იქნება ახალი საქართველოს დამფუძნებელი ძალიან პოლიტიკური ლოზუნგებში გადავედი ვანერხანები და ვინც შემოგჩა სპონსორი ისიც აღარ გაგიქრეს რა ვიცი რა უბედურება ეს გაიგეთ ჩვენი ძალიან დიდი მადლობა ბატონო მურთას წარმატებები გისურვოთ წარმატებები უსურვოთ ჩვენს ქვეყანას კიდევ დიდი მადლობა ბატონო მურთას დოდელავა იყო შეგეცემის ტუბარი მადლობა გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.